მოგესალმებით, დღეს შაბათია, ჩვენი გადაცემის დღეა. ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. ეხლა ხმას გადავამოწმებ და სულ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებ. მე მგონი ყველაფერი წესრიგშია, გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. დღეს ჩვენ მე პირადად მინდა ზოგიერთ ისეთ რამეზე გესაუბროთ, რომელიც ცოტა უფრო ღრმად ჩასახედია, იმიტომ რომ ასე ზედაპირული მოვლენები არ ხდება. მოდი დავიწყოთ ვენესუელით, რადგან ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკითხია. რა შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ვენესუელის ოპერაციასთან დაკავშირებით. ცხადია ამბობენ რომ ნავთობი და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა მოდით ციფრებში, მე მაინც ეკონომიკასთან მაქვს საქმე და მე უნდა ვნახო რეალურად რა შეა საქმე, რა ნავთობზეა საუბარი. შეერთებული შტატები დღეღამის განმავლობაში მოიხმარს 26 მილიონ ბარელ ნავთობს. ვენესუელის მოპოვება დღეს მდგომარეობით არის 1 მილიონი ბარელი, მას აქვს დიდი მარაგები, მაგრამ იმისათვის რომ ეს მარაგები იყოს ათვისებული, კოლოსალური ფულია საჭირო. ეს არის განსაკუთრებული ნავთობები, მძიმე ნავთობი, ლამის მაზუთისნაირია, მას ჯერ სპეციალურად გარკვეულწილად გათხევადება ჭირდება, ამას სპეციალური ქარხანა ჭირდება, მერე კიდე მილებში ასე პირდაპირ ვერ მიდის. იმისათვის რომ შეერთებულმა შტატებმა წმინდა სანავთობო რომ იტყვიან სარგებელი მიიღოს, უახლოეს 10 წელიწადში საჭიროა ჩადებული იქნა 100 მილიარდი დოლარი და მაქსიმუმ რისი მიღწევად შეიძლება ამ 10 წელიწადში ვენესუელაში ნავთობის მოპოვება შეიძლება გახდეს 4 მილიონი ბარელი. შეადარეთ დღეს რუსეთი, რომელიც არ არის პირველ ადგილზე, მოიპოვებს დღეღამეში 10 მილიონ ბარელს, ამერიკელები მეც, ამერიკელებს ბევრი ნავთობი აქვს, მაგრამ ძალიან ჭკვიანურად იქცევიან რა ეს ნავთობი მოიპოვონ ბევრი და გაყიდონ იმ ქაღალდზე, რომელსაც თვითონვე ბეჭდავენ, არა, ისინი ამ ყველაფერს ინახავენ გაცილებით დიდი მიზნებისათვის სამომავლოდ, როცა სერიოზული პრობლემები შეიქმნება ამ მიმართულებით. ესე იგი, მეორე საკითხი, ესე იგი, ნავთობიდან რაღაც ხელშესახები, უახლოესი 10-15 წელი სარგებლობის მიღება რეალურად არავის არ შეუძლია. სხვათა შორის,
ერთ საკითხად ჩაუღრმავდეთ. ჩავესაბრალებენ იმას, რომ თითქოს ნაციონალიზაცია გააკეთეს და მადუროს არ გაუკეთებიათ მათ ნაციონალიზაცია. ნაციონალიზაცია გაკეთდა სადღაც 70-იანი წლების შუა პერიოდი იყო. ჩავესმა პირიქით მიმართა უცხოელ კომპანიებს, მოდით ოღონდ იქ ორი დიდი საბადოა, ერთია, რასაც დღეს არის დარჩენილი ორინოკოს, მდინარე ორინოკოს ბასეინში და დანარჩენი, რომელიც უფრო ზღვასთან ახლოსაა, იქ უკვე ფაქტურად მარაგები აღარაა დარჩენილი, მაგრამ ვერავინ კი შევრონიც არის იქ, ლუკოილიც იყო, სხვაებიც არიან. მაგრამ დიდი დაფინანსებები უნდა თქვენ წარმოიდგინეთ მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია ჩაატარა და გარკვეულწილად თავის კომპანიებს მიმართა მათ შორის შევნულსაც ინვესტიციები გააკეთონ პასუხი იყო ძალიან მარტივი რა იქნება ხვალ არ ვიცით ამიტომ ეს კერძო კომპანიებია და ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში სერიოზული ინვესტიციებს, რომელიც აუცილებელია, ვერ განახორციელებენ. მეორე თემა ის ვენესუელასთან დაკავშირებით, რომ ჩახსნეს ჩინეთი იაფი ნავთობისაგან. ჩინეთის მოხმარებაც ნავთობისა ძალიან დიდია, მაგრამ გასაგებია მილიონი ბარელი, რომელიც არაერთი ქვეყანა ყიდულობდა ამ მძიმე ნავთობს, ჩინეთს არ მიქონდა მთლიანად, ამიტომ რაიმე არსებითი დარტყმა ჩინეთზე ამ ეგრეთ წოდებული იაფი ნავთობის გადაკეტვით ბევრი არაფერი წყდება, მაგრამ თავარი ეს არის, რომ ჩინეთისთვის ვენესუელა იყო პარტნიორი. ისევე როგორც რუსეთისთვის იყო პარტნიორი და საკმაოდ სერიოზული პარტნიორი, თუმცა რუსების პოლიტიკაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ, ეს ისეთი პარტნიორია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ჯერჯერობით ვერ ავლენს იმ პოზიციას, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებშია. ის მუქარა რომ რაღაცებს გაისროლიან, ვერ გაისროლიან, რუსები გამსრულები ნამდვილად არ არიან, თუ უშუალო პირდაპირი საფრთხე არ იქნა მათთვის შექმნილი. ესე იგი, ჩინეთის თემაც როგორც ნავთობისა ჩახსნელი უნდა იყოს. მაშინ ჩვენ ბუნებრივია, კარგად რომ გავერკვეთ ყველაფერში, რაცთან აგვაქვს საქმე. დიახ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეერთებული შტატები აკეთებს ამ რესურსებზე კონტროლის დაწესებას. თუ გავიდა ბოლომდე ეს საქმე, გარკვეული პრობლემები გაჩნდა, არა მარტო ის, რომ სენატმა შეზღუდა ტრამპის უფლებებით და თქვენ წარმოედგინეთ 6-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა მხარი ტრამპის უფლებების შეზღუდვას, თუმცა ამაზე ადრეც იყო საუბარი, ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში, მაშინ ტრამპმა თქვა, რომ სენატის გარეშე არაფერს გააკეთებდა, მაგრამ ისე გააკეთა ბოლივიის ოპერაცია, არც კი, რომ იტყვიან, შეუთანხმებია საკანონმდებლო ორგანოსთან. მიზნები. მაშინ რა უნდა იყოს? ცხადია აქ პირველ რიგში არის მთავარი პოლიტიკური მიზანი და მოდით ასე გავაკეთოთ. ალბათ მე ბევრი ვიფიქრე ამაზე, ალბათ მთლად არ უნდა აუყვეთ, რომ მონროს დოქტრინა არის ამოსავალი ამერიკის საქციელისთვის. მონროს დოქტრინა, ანუ დასავლეთ ნახევარსფეროს კონტროლი, გარკვეულწილად არის მოდით ასე ვთქვათ, ნახევარი საქმე, რომელიც მათ უნდათ, თავარი მიზანი, რომელიც დღეს უკვე აშკარად გამოკვეთილია, არა მარტო დასავლეთ საქართველოში, დასავლეთ ნახევარსფეროში, საქართველოსაც ვიტყვი, ამ წრეშია ყველაფერი, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც, კავკასიაშიც, სადაც კი პოტენციალურად არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ორი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის,
და ჩინეთის ინტერესები ამ ინტერესების მაქსიმალურად შეზღუდვა პირველ რიგში ეს ჯერჯერობით იქნება ჩინეთისთვის ეკონომიკური პრობლემების გაჩენა, რუსეთზე ზეწოლა და ეს ისეთი ზეწოლებია, რომელიც გითხრათ სიმართლე რუსული ხარის გარკვეულწილად დაცინვაც არის და შეურაცხყოფას. ეს ხალხად მართალია ის გემი სულელურად გადაიფორმეს, სოჩას მიაწერეს რუსებმა და ასე შემდეგ და ეგონათ ამით რაღაცას ესე იგი არიდებდნენ თავს, მაგრამ გაიმასხარავეს თავი, იმიტომ რომ ამერიკელები ძალიან ნუდიერად მოექცნენ, უკვე ორდერი ხელში ეკავათ და ასე შემდეგ, ამიტომ აქაც შეცდომა დაუშვა. შიგნით რა მოხდა გითხარით, ესე იგი სად გაქრა და არსად არ გამქრალა ყველაფერი ადგილზე, ეს ძალიან სერიოზული შეიარაღება, განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა, რომლებიც რუსებისგან ჰქონდათ, ახლა ჩამოთვლებს აზრი არ აქვს. არის ორი ვერსია, პირველი ის რომ კონდაზვერების გენერალი, რომელიც ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ კონდაზვერას, არამედ მთავარი ფიგურა იყო მადუროს დაცვის სისტემების მთლიანად დაპატიმრებულია, მაგაზე დავდე მასალა, მაგრამ არის ის აზრიც, რომ გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ამ სისტემების განეიტრალება, გასაგებია საომრად არა გამზადებული სისტემებისა, იმიტომ რომ საომრად რო გამზადებული ყოფილიყო და ვენესუელა ვთქვათ იმ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას ლამობდა, მაშინ ასე მარტივად არ მოხდებოდა საქმე. ამ საკითხში ჯერ კიდევ ბევრი სიბნელია. ყველაფერი ცნობილი არ არის. მე ამერიკულ გამოცემებსაც და ანალიტიკოსებსაც ძალიან კარგად მოусმინე, ყველაფერი ცნობილი არ არის. ესე იგი ამ ხრივ ვენესუელის მთავარი ამოცანა, ამ ამოცანისა არის არა ამ წუთში ნავთობიდან რაიმე სარგებელი, არამედ რუსეთისა და ჩინეთის იზოლაცია, შემდეგი ძალიან სერიოზული შეტევის ობიექტი იქნება კუბა, ვერ გეტყვით როგორ განხორციელდება, თუმცა ვენესუელაში როგორ განვითარდება მოვლენები, აი დღეს მე ვეცადე გარკვეული ამაში, გარკვეული არ არის. აი ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები ვენესუელაში. ცალსახა პროცესს, ანუ ისე როგორც გამოცხადებული იყო, არ უნდა ველოდოთ, თუმცა ამერიკელები მაქსიმალურად შეცდებიან გააკეთონ ის, რაც მათ განაცხადეს. კუბა უკანასკნელი მოდით საყრდენი რუსების კარიბის ზღვაში. ის საკმაოდ პრობლემური ქვეყანა, ვენესუელის პრობლემა კუბას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უკვე ნავთობის მომარაგების თვალსაზრისით, ეს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არ არის, რას გააკეთებენ რუსები კუბის დასაცავად, ვერ გეტყვით, ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის და შემდეგ მოდის უკვე ვენესუელის მეზობელი ქვეყანა ბრაზილია, რომელიც დღეს გეოპოლიტიკურ თამაში, როგორც გლობალური სამხრეთის ერთ-ერთი ლიდერი, სერიოზულ როლს თამაშობს და ამდენად პრეზიდენტი ლულა ბრაზილიაში სულაც არ არის ამერიკული განწყობის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კოლუმბიის პრეზიდენტი საკმაოდ ხისტად ესაუბრება ამერიკელებს, არა და კოლუმბიაში ამ პრეზიდენტის წინ ფაქტურად კოლუმბიის სააკაშვილი ყავდათ, ეს აბსოლუტურად დამორჩილებული და ფაქტობრივად მარიონეტული ქვეყანა იყო, მაგრამ რაღაც გაეპარა თარჩვენებზე, მოვიდა კაცი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. მისი განცხადება, რომ რუბიოს რომ შეუთვალა, მოდი და დამაპატიმრე, აბა ერთი მოსინჯეო, თავისთავად მიუთითებს იმას, რომ მარტივი პროცესი ლათინურ ამერიკაში არ იქნება. მაგრამ კიდე გეუბნებით, მთავარი ამ შემთხვევაში არის არა უბრალოდ
დომინირება ნახევარსფეროში, არამედ ყველანაირი შესაძლო გზების გადაკეტვა თავარი კონკურენტებისთვის ამ ნახევარსფეროში, მაგრამ ამერიკელები გამორიცხულია, რომ მონროს დოქტრინის ფარგლებში გაჩერდნენ და რაღაც გაყვან. არაფერს არ გაყოფენ, მაგრამ ამიტომ თქვი, მე რომელიც ბევრმა არასწორად გაიგო, მაქსიმალურად დააწვევიან რუსეთს. ჩინეთი არ არის პრობლემა. ამერიკელებისთვის მერწმუნედ ჩინეთი არ არის პრობლემა. პრობლემა არის რუსეთი. თუ რუსეთთან ამერიკელებმა საერთო ენა გამონახეს, ჩინეთი ვერასდროს ვერ გასწევს იმ წინააღმდეგობას, რასაც საქართველოში ელიან. ასე რომ რაც შეეხება თავარ საკითხს, ახლა უახლოეს ხანში ჩვენ უნდა ველოდოთ, მე არ ვფიქრობ უკვე არ გამოიკვეთა ისეთი სიტუაცია, რომ გინდა თუ არა შეიარაღებით ყველგან გააკეთებს ოპერაციებს ამ პატარა ქვეყნებში, სადაც სერიოზული პოლიტიკური მიბმებია, შეერთებული შტატები, იმას გრენლანდიაშიც არ გააკეთებს, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, შემთხვევით არ არის რუბიოს დაგეგმილი ვიზიტი, ჩინოვნიკებთან საუბარი, ხალხს შეპირდნენ უკვე $100,000-მდე მისცემენ თითეულს, რო გითხრათ სიმართლეს რაიმე ამერიკისთვის სერიოზული პრობლემა, დაუშვათ მაქსიმუმი 100,000-იც რომ იცენ თითეულ გრენლანდიელს, იქ 60,000 კაცი ცხოვრობს, ხოლო 60,000, 100,000-ზე ეს არის $60 მილიარდი, სალაპარაკო ფულიც არ არის, მაგრამ სერიოზული გამოხტომა ვერ გეტყვი, ჯერ არა მაქვს სრული ინფორმაცია, თუმცა სულ ახლახან დავდე ჩემს Facebook გვერდზე. მელონი საკმაოდ უხეშად განაცხადა, რომ ამერიკელებისთვის უკეთესია თუ არ ჩაეჭხირებიან იქ, სადაც საჭირო არ არის. ანუ გრენლანდია ქონდა მხედველობაში რამ გააგულა და ფაქტობრივად ამერიკისადმი სრულად დამორჩილებული იტალია ძნელი სათქმელია, მაგრამ თავარი მომენტი აქაც გამოკვეთილია. ევროპა შეეცდება არ დაუშვას ამერიკელების რაიმე დამოუკიდებელი ნაბიჯი ევროპაში, იმიტომ რომ ევროპის დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები მთლიანად გლობალისტური ელიტის გავლენის ქვეშ არიან და ამდენად ამ გლობალისტურ ელიტას თუ შეერთებულ შტატებში ძალიან მაგრად შეუსუსტდა პოზიციები, ხალხს უსვამ. გლობალისტური ელიტის გარკვეული ნაწილი, რომელიც რჩებოდა იმ პოზიციებზე, რაც წინა ხელისუფლებებს ახასიათებდათ და ამან შეერთებულ შტატებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ეხლა იმ ელიტის ნაწილი, რა თქმა უნდა, ტრამპს და იმ ტრამპის მხარდაჭერ ელიტასაც უჭერს მხარს, იმიტომ სხვანაირად ტრამპი ვერ მობრუნდებოდა ხელისუფლებაში, სხვანაირად არ ხდება ისეთ ქვეყანაში, როგორც შეერთებული შტატებია, მაგრამ ევროპა მთლიანად არის კონტროლ ქვეშ და ერთ-ორ ქვეყანას, ახლა უნგრეთს და სლოვაკეთს თუ გამოვრიცხავთ, ახლა რაღაც ნიშნები გაჩნდა ავსტრიაში, საერთო სურათი არ იცვლება. ესე იგი, უნდა ველოდოთ იმასთანაც, რომ გრენლანდიის საკითხი იქნება გარკვეულ დროში გაწერილი და შეეცდებიან ამერიკელები არ გაართულონ ევროპაში, თუმცა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც ყველა ქართველმა კარგად უნდა გაითავისოს. მე არ მაინტერესებს საერთაშორისო სამართალი, ჩვენ ვაწესებთ თვითონ რა არის კარგი შეერთებული შტატებისთვის, რა არ არის კარგი. გითხრათ სიმართლე, იმ აბსოლუტურ არაფერს, რომელსაც საერთაშორისო სამართალი ჰქვიოდა, დღეს ფაქტიურად უარი ეთქვა მსოფლიოს ნომერი პირველი ქვეყნის მიერ და მათ თქვეს, რომ მათ არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი, ისინი თვითონ განსაზღვრავენ რა არის კარგი და რა არის ცუდი შეერთებული შტატებისათვის. ყველაფერი ნათქვამია, ამიტომაც არის ძალიან საშიში ფაზა, იმიტომ რომ შეერთებული შტატები არაფრის უკან არ დაიხევს, რაც ამერიკის ინტერესებს შედის, მაგრამ მთელი პრობლემა ის არის,
რაც ქვია შეერთებული შტატების ინტერესები. გითხარით, დასავლეთ ნახევარსფეროსთან, ვენესუელასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება, მაგრამ არა საომარი. თავარი სამიზნე და Fox News-მა, ეს ფაქტიურად კონსერვატორების რუპორია, პირდაპირ მოუწოდა ტრამპს, რომ ჩაერიოს ირანში, დაეხმაროს ირანელ ხალხს ამ რეჟიმის შეცვლაში და ასე შემდეგ. ძალების გადაჯგუფება ირანისაკენ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სულ ახლახან ვიზიტი ამერიკაში და მზადება არ გამორიცხავს, რომ ნომერ პირველი დაძაბულობის კერა იქნება ირანი, მაგრამ პირველად გამოჩნდა ამდენი ხნის მანძილზე ის აიატოლა ხამეინი, რომელიც არის უმაღლესი ხელისუფალი ფაქტიურად ირანში და მან თქვა, რომ არაფრის უკან არ დაიხევენ და პირდაპირ განაცხადა, რომ მარტო ქვეყნის შიგნით არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ძალებზე, არამედ მან ღიად დაპირისპირება გამოხატა შეერთებული შტატები ისრაელის წყვილზე. რა უნდათ ბოლო ამერიკელებს ირანთან? ცხადია, ეს არის კოლოსალური მნიშვნელობის რეგიონალური სტრატეგიულ ადგილზე მდებარე სახელმწიფო, რომელიც არ არის შეერთებული შტატების დაქვემდებარების ქვეშ. ანუ არ ემორჩილება მას. სანქციებმა, რომელიც ათეული წლებია გრძელდება, ბევრი ვერაფერი დააკლო, ირანს ცოცხლობენ, მეცნიერებას განავითარეს ძალიან, მაგრამ ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო სისტემად ქმნიან რეალურ პროდუქციას, რომლის მსგავსად უამრავი ქვეყანა ვერ ქმნის. ორი რამ. თუ ვენესუელა არ იყო ჩინეთისათვის მთავარი წყარო ნავთობისა, არადა ჩინეთი მისთვის არაფერი არ აქვს ამის მსგავსი, თავარი წყარო ყოველთვის იყო ირანი, რომელიც მას დისკონტით აძლევდა, კარგი ხანია და ცხადია რუსეთი. თუ ირანი გადაიკეტება ჩინეთისათვის, ეს ერთი მხარეა, ერთი მიზანი მიღწეული იქნება, მაგრამ თავარი მიზანი არის სამხრეთის, ჩრდილოეთის სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გადაკვეთა. თუ ირანი დამორჩილებული იქნა და მარიონეტული ხელისუფლება დაისვა, რუსეთ-ინდოეთის კავშირი, აზერბაიჯანი ირანის გავლით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ალტერნატიული გზა არის მსოფლიო ლოგისტიკური ჩამოყალიბებული მარშრუტებისა შეწყვეტს არსებობას. დააკვირდით სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოსთან ერთები გაივლის, არა საქართველოზე, არამედ ზანგეზურის კორიდორის მიხედვით. რაც ნიშნავს ეს? ესე იგი, აქედან იკითხება ის, რაც ჩვენ არ წავიკითხეთ თავის დროზე. სომხეთის მიერ გაკეთებული დათმობები ომის გზით. მაგრამ სომხეთს ებრძოდა არა აზერბაიჯანი მარტო. აზერბაიჯანის გვერდით იყო ორი ქვეყანა, რომელსაც ეს აინტერესებდათ, ისრაელი და თურქეთი. ამდენად სომხეთის მარცხი გამოწვეული არა აზერბაიჯანელების გამარჯვებით, არამედ დიდი გეოპოლიტიკური ჩანაფიქრით, აქ ისრაელი და თურქეთის შემსრულებლები იყვნენ, მხოლოდ მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი იმ დათმობისა და თქვენ იცით, აზერბაიჯანი და ისრაელი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რა იქნება ბოლოში ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, მაგრამ არ მგონია, რომ აზერბაიჯანის ამ პოლიტიკამ შედეგი მოიტანოს, იმიტომ რომ ის რისკის ქვეშ აყენებს თვითონ აზერბაიჯანის არსებობას.
თუ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, აზერბაიჯანს არ დაუხინდება ეს აშკარა, მაგრამ ერთი რამ ცხადია. იმ სატრანსპორტო დერეფნებისა და ინვესტიციებისა და გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ რუსებმა აქაც არა მოდით ასე ვთქვათ, არაკორექტულად მოექცნენ საკუთარ პარტნიორს, იმიტომ რომ სომხეთი არც ფიქრობდა სხვაგან გახედვას, ამბობდნენ რომ მათი უსაფრთხოების გარანტი არის რუსეთი და ასეც იყო. მაგრამ მოხდა ის, რაც პრინციპში სომხებს აქვთ, მოდით ასე ვთქვათ, 50% სწორია მათი პრეტენზიები, 50% მთლად სწორი არ არის, იმიტომ რომ სხვა თამაშებში გადავიდნენ. ესე იგი, რუსეთის პოზიცია სომხეთის მიმართაც იყო რუსებისთვის დამაკნინებელი. თავისი თავით თვითონვე დაიკნინეს. თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები სომხეთში აღარ იქნება, სომხეთი უბრალოდ არსებობას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ აუცილებლად დროში თურქები მას ჩაყლაპავენ. თუმცა გითხრათ სიმართლე, მე ერთი გადაცემა ვნახე, სადაც რუსებს ძალიან უხეშად ესაუბრებოდა სომხეთის მხარე, ეს იყო ცნობილი ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, რომ რა გინდოდათ ჩვენგან, ჩვენ ხო ვიყავით თურქეთში, ცხოვრობდით, თქვენ აგვირიეთ იქ საქმე, ის ხო ცვაჟლეტაც იქ, როდის რუსეთის იმპერია რომ იყო, გასაგებია რუსეთი და ოსმალეთის იმპერიები დაპირისპირებული უნდა იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, პრეტენზია იმისა, რომ სომხეთი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ასე შემდეგ, კრიტიკულ სიტუაციაში სომხებს პრეტენზია გაუჩნდა, რომ რას გვერდჩოდი, ხო ცხოვრობდით იქ მშვიდად და წყნარად, ხო თქვენ აგურიეთ და თქვენ და პრეტენზიები ძალიან დიდია. არის ამაში სამართლის და სიმართლის ნაპერწკლები, ცხადი ერთი კი არა, რამდენიმე სერიოზული ნაპერწკალია, იმიტომ რომ არჩევანის საქმეა, შენ ან გინდა შენი დამოუკიდებლობა, არ გინდა, მაგალითად ქართველების ბელადომანით შეპყრობილი ნაწილის აზრ თუ გავითვალისწინებთ, ამათთვის სულ ერთია, იქნება ქართული სახელმწიფო, არ იქნება თავარია რომ ბელადი მართავდეს მათ და ბელადმა თვითონ იცის რა ჯობია ხალხის მომავლისთვის. დაახლოებით იგივეა, რაც დათათხუთაშხიაში ცნობილი სცენა, როდესაც რა უნდა ამ კაცო გუპავსო, აი ესეა ჩემს გამოსვლებზე ამ გონებაჩლუნგი ოცნების მხარდაჭერების და თუ იქეთ ვსაუბრობ, ახლა უკვე იქით ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი რას ქვია, წინა ხელისუფლების ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებისგან. ასე რომ ჩვეულებრივი ამბავია. ესე იგი, დაპირისპირება, რომელიც მიდის ირანში, აქაც მრავალ ფაქტორიანია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის არა მარტო ჩინეთის თვის ნავთობის გადაკეთვა, არამედ რუსეთისთვის პარტნიორის ჩამოცილება, რუსეთ-ინდოეთის სატრანსპორტო მაგისტრალის გადაკვეთა და თუ ესა მოხდა, მაშინ სამხრეთ კავკასია დღევანდელი მოცემულობით ავტომატურად მოხდება ის, რომ აზერბაიჯანის სომხეთის ბმა გახდება აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ლოგისტიკური ტრაექტორიის განსაზღვრელი, რომელიც მთლიანად ამერიკელების კონტროლს იქნება დაქვემდებარებული. ჩვენ ქართველებმა ბოლო 33 წლის განმავლობაში იმდენი ისეთი ხელისუფლებები ყავდა, ერთმანეთზე სისულელეები აკეთეს და რა ქვეყნის გაძლიერება არაფუნქციური დატვირთვის მოძებნა ამ შეცვლილ ვითარებაში და ქვეყნის რომ იტყვიან ფეხზე დაყენება, არამედ ქთამი, მარიონეტული სულისკვეთება და ყალბი ორიენტაციები და ყალბი იდეა ფიქსები, რომელმაც დღეს ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაქვს. ესე იგი, ირანის საკითხი საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, იმიტომ რომ
ჩვენ ადრე თუ გვიან შეგვეძლება სამხრეთ ჩრდილოეთის ამ მაგისტრალის სისტემაში ჩაბმა და ეს საქართველოსთვის მხოლოდ კარგია, აქ არანაირ ორიენტაციაზე არ უნდა საჭირო. ხარს უსვამ, საქართველოსთვის დღევანდელ პირობებში რაიმე ორიენტაციის გაკეთება იქნება პოლიტიკური შეცდომა. რატომ? იმიტომ რომ ანბანურ რამეს ვიტყვი. როდესაც სწრაფი ცვლილებების პერიოდია, გონიერი პიროვნება ვამბობ, გონიერი პიროვნება, გონიერი ხელისუფლება არასდროს არ მიიღებს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს. ამას მე ახლა როგორც მანტრას თუ გნებავთ, ისე გეუბნებით ახალგაზრდებს, ყველას ვინც ისმენთ, არასდროს მიიღოთ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები და არ აიღოთ ვალდებულებები, გრძელვადიანი ვალდებულებები ძალიან სწრაფად ცვლილებადი გარემოს პირობებში. რატომ? შეცვლილი პირობების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ოფციები, რომელიც თქვენ დახურული გექნებათ. პიროვნებას ვეუბნები. ესე იგი თქვენ მიიღეთ ნაჩქარევი არასწორი გადაწყვეტილება ძალიან ქაოსურ მდგომარეობაში, გაიწმინდა სიტუაცია და თქვენს წინაშე აღმოჩნდა კარგი სიტუაციები, თქვენი ქვეყნისთვის, პიროვნულად თქვენთვის და თქვენ უკვე ჩახურული გაქვთ ეს და ამიტომ არ შეიძლება ანბანურ რამეს ვამბობ. საქართველოს ხელისუფლების გასაგონად ვამბობ. მშვენივრად უსმენენ. ძალიან კარგად ვიცი რას ვაკეთებ, ძალიან კარგად უსმენენ, კარგად მოისმინო. გადაწყვეტილების მიღება იმ სიტუაციაში, როდესაც დღეს ასეთი საერთაშორისო მდგომარეობა არა მარტო პოლიტიკური უვიცობის შედეგია, არამედ უინტელექტობის ბრალიც არის. იმიტომ რომ ინტელექტის გარეშე არ არის რეფლექსია, არ არის ცოდნის დაუფლება, არ არის ანალიზი, არ არის ჩამოყალიბება იმისა, რომ შეგეძლოს წაიკითხო დღევანდელობა, მოცემულობა წაიკითხო და არა ისე როგორც ერთმა ძალიან კაცმა დაწერა გიჟვრაცუებზე. გასაგებია, ჩვენი მაშინ თბილისში მცხოვრები სომხები ქართველებს კარგად იცით, გიჟვრაცუებს უწოდებდნენ. არ იყო ეს მართლა ბოროტული ის, უბრალოდ ასეთი იყო ქცევა, ხო? იმაზე მსჯელობენ ქართულ მედია სივრცეში ეს ეგრეთ წოდებული შინმავალი აბსოლუტურად დეგენერაციის უკანასკნელ დონეზე მყოფი ხალხი, რომ ტრამპი ადგება და პუტინს დაიჭერს და დაადეს ბორკილს და სახში წაიყვანს, ციხეში წაიყვანს. არ მინდა ცუდი შეფასებები გავაკეთო. უბრალოდ იდეოლოგიამ, ამ დამპალმა იდეოლოგიამ გონება დაუკარგა ადამიანებს. შეადარეთ, ეს არ არის უბრალო, მე იმიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან საჭირო საშიშია ქვეყნისთვის. ამ ცოტა ხნის წინ დავდე მსოფლიოს სენსაცია, რომელიც საოცარია თავისი შესრულებით, იცით თქვენ დიანა ანკუდინოვა, გონი ფესვები ჩვენსკენაც აქვს, ზუსტად ვერ გეტყვით, სასწაული ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც 14 წლის ასაკში ფანტასტიკური რაღაცები გააკეთა. დავდე ის და უთხარი, რომ აი შოკის მაგვარი რაღაც არ თქვა. გვარც როგორც კი მოკრეს თვალი, ადამიანები ისე არიან გასრესილი გონებაში, რომ მუსიკის აღქმის უნარიც დაუკერგა ხალ, ანკუდინა ეს ვინ არის? ბიჭო, გადაშალე, წაიკითხე რაღაცა. რევოლუცია არის მუსიკაში. ერთმა ყაზახელმა ბიჭმა, დიმაშმა და ერთმა სადღაც შორეული აღმოსავლეთში ქუჩაში 3 წლის დაგდებულმა გოგომ დედამისი გალოტდა და დატოვა ავტობუსის გაჩერებას და ყინვაში დააგდო ქუჩაში უბრალოდ. შემთხვევით გადარჩენილი. ვოკალურ ხელოვნებაში მოახდინეს რევოლუცია. რატო გეუბნებით? ამ სიდამპლემ, რასაც რუსოფობია ქვია. ადამიანები დაამახინჯა და სიმღერა რა არის? სიმღერა არის მიუგდო ყური და
შეაფასოს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მღერის, მე შეიძლება დაინტერესდეს იმ ამ დროს სოფლიოში საუკეთესო ვოკალური ხელოვნების სპეციალისტები, ოპერის მომღერლები, საოპერო კომპოზიტორები ერთი განახად რა შეფასებებს იძლევიან და საცოდავი ქართველები, რომლებიც რუსობობიამ უბრალოდ უტვინოვებად აქცია დასცინიან ეს ვინ არის, რას კიდებს ამას ხელს და ასე შემდეგ. ეხლა ეს შემთხვევით არ გითქვამს. გონება დამთხეულობა არა მარტო რეალობის აღქმას გიკარგავს, არამედ გიკარგავს ელემენტარული კულტურული ადამიანის ნიშნებს და შენ გაქცევს მანქურთად, რომლის აზრით და იდეა მანქურთობისა ჩინგიზ აიტბატოვს ეკუთვნის, ამ ცოტა ხნის წინ დავდე და ამ მართლა და გენიალურმა მწერალმა უბრალოდ სწორად თქვა ერთი რამ, რომ რავითარი ატომური იარაღი არ არისო, მე ახლა მოკლედ ვამბობ. საშიშია, მთავარი ის არის ადამიანიში, ადამიანურობა რომ იკარგებაო. ანუ ადამიანურობის დაკარგვა ნიშნავს არ შემდგარ ადამიანს. და მე მაშინ დავწერე და ახლა ვიმეორებ, საქართველოს წალეკა არ შემდგარმა ადამიანებმა, გონებით დამთხეულმა, ან ბელადომანიამ დაუნთხვია გონება, ან და დამპალმა იდეოლოგიამ, როდესაც იკარგება ადამიანობა, იკარგება კულტურა, იკარგება საღი აქმის უნარი. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, ქვეყანა არის უსაშველოდ პრობლემური. ქვეყანაში შექმნილია უსაშველოდ პრობლემური სიტუაცია. აქედან გამოსავალი საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს. ის ვირეშმაკული პოლიტიკა, ამაზე მე არ გავაჩერებ დღეს ყურადღებას, იმიტომ რომ ხუთშაბათს ამაზე ცლად ვისაუბრე, არ არის გამოსავალი. დაახლოებით ცნობილია რა ნაბიჯებს გადადგამს გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლება. არაფერი არ დაიძლება. რა ჭაობიც არის, ის ჭაობი გაღრმავდება თუ ჩვენ ადამიანები, რომლებისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ეს საოცარი ქვეყანა, საოცარი კულტურა, ჩვენი ხალხი არ შევძლებთ იმ ძალის შეკრებას, რომელიც დაამოხრიჭებინებს ყველა პოლიტიკურ ძალას. მე გითხარით, მთელი ამ საქმიანობის მთავარი მიზანი. ქართველთა ძლიერი ძალა ყველა პოლიტიკის ლიდერს აიძულებს მიუჯდეს მაგიდას ისტორიულ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე, შევთანხმდეთ რა არის ხელუხლებელი, შემიძლია წინასწარ გითხრათ, ბევრი არაფერია შესაძლებელი. ქართული სახელმწიფო არის ხელუხლებელი. თქვენი ორიენტაციები რაკენით იცით, გაიკეთეთ უკანალში, სადაც გინდათ. ქართული კულტურა არის ხელშეუხებელი. იგი უნდა ვითარდებოდეს საკუთარი ფუძეებიდან ამომავალი ტრაექტორიით. გაყინული კულტურა გვტება, არ შეიძლება. მაგრამ მთავარი ტრაექტორია. ქართული ენა არის ხელუხლებელი. ამ სამის მატარებელი ქართველი ხალხი, მათი ინტელექტის და მათი კეთილდღეობის საკუთარი შრომის ფასად, მათი უზრუნველყოფა იმ პირობებით, რომ ვინც კარგად იმუშავებს, წარმატებული იქნება, დაფასებული იქნება, არის ხელშეუხებელი. თუ ყველა პარტია შეთანხმდება, რომ სახელმწიფო, ჩვენი კულტურა, ენა და ჩვენი ხალხი არის მთავარი, იყავი ლიბერალი, იყავი ლეიბორისტი, იყავი კონსერვატორი, ვინც გინდა იყავი ოცნება. ოღონდ შევთანხმდებით, რომ გაყალბება არ იქნება არჩევნების, ეს ძალიან მარტივია. ადმინისტრაცია იქნება წესიერი, ჩავატაროთ შეთანხმებული არჩევნები და ვინც მოიგებს, ვაღიაროთ ის, ვერ გამოვა, არ გამოვა რაღაც, არა უშავს მომავალ არჩევნებში, ან რა პირობებიც იქნება, იმის მიხედვით შეიცვლება წესიერად, ყველაფერი ამინისტრირებული იქნება, რაც სასამართლოს არ
და ექვემდებარება განხილვას, ვინც დასაჯელია და გავასწოროთ ეს. ამის გამკეთებელი არც ბიძინა ივანიშვილია და არც ოცნება. ამიტომ ისინი კვლავ დაპირისპირების ხაზზე იქნებიან, რაღაც ვიცომ შვილის ვარიანტი შემოაგდეს, რომ არ იქა მოლაპარაკება საჭირო, მაგრამ თურმე მოლაპარაკება ყოფილა საჭირო, ეხლა ბიძინა ივანიშვილის შვილს მიმართავ, ძალიან კეთილი განწყობით. ახალგაზრდებს შორის კი არ არის მოლაპარაკება. თავისთავად არის. იმისთვის, რომ მომავალი წარმატებული იქნეს, გადაწყვეტილების მიმღების სამი თაობა, უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობა უნდა შეთანხმდეს, ვისაც მოდი ასე ვთქვათ, კამედუნარიანი თაობა, ხა სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ბავშვებს დავანებოთ ამ ეტაპზე. სრულწლოვანი ახალგაზრდები საშუალო და უფროსი თაობისა ესენი არიან. უნარის მქონენი გადაწყვეტილება მიიღონ, უნდა შევთანხმდეთ საერთო მომავალზე, თამაშის წესებზე, სამართალზე და დავასრულოთ ეს ჭაობი, რომელიც შექმნა ბოლოს 33 წლის განმავლობაში საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებებმა. შემდეგი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია. სანამ რაიმე დალაგებულა, სანამ მსოფლიო მთლიანად გადაწყობილა, ამას დიდი დრო არ ექნება, იმიტომ რომ თქვენ არ იფიქროთ, რომ რაღაც ომები თუ იქნა, არ იქა წლობით გაგრძელდება, არაფერი არ გაგრძელდება წლობით. წინა გადაცემაში ვთქვი, უკრაინა რატო ვერ აიღო დონბასიო, 4 წელიაო რუსებმაო. ანბანური რამეა, ყველასთვის ცნობილია, არაერთხელ ავხსენი, ამერიკელებს მოусმინეთ, რატომ ვერ აიღო ბჭყალებში. უკრაინის აღება რა პრობლემა არის, 2-3 საათის მერე არ იარსებებს უბრალოდ. მაგრამ ამაზე არაა ლაპარაკი. ეს მე 4 წლის წინ თქვი და მე ფეიკები აკეთეს, რომ 2 საათში დაამარცხებს რუსეთიო გიორხელიძე თქვა და აუ ესე რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას 2-3 საათზე მეტი არ ჭირდება. რატო არა? რატო არ აკეთებს ამას? იმიტომ არ აკეთებს, რომ ეს პირველ რიგში რუსებს დაარტყამს და უზარმაზარ საფრთხეს შეუქმნის, იმიტომ რომ მისი მოკავშირე მსოფლიოს 2/3-იც კი ზურგს შეაქცევს. ეს პოლიტიკა შენ არავინ არ მოგცემს 2022 წელს რამდენიმე დღეში დაგენგრია უკრაინა და დაგეპყრო. მაგრამ ახლა ისე შექმნას საქმე უკრაინელებმა, რომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ხაზს უსვამ, ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ აი რაც დავწერე, მაშინ დავწერე, რომ უკრაინა არასდროს არ იქნება ის რაც იყო, მაგრამ ეხლა მე საერთოდ მეეჭვება, რომ უკრაინის ძირითადი ნაწილი დარჩება უკრაინაში. ეხლა იქ 5 ოლქი, რომელიც ზოგი უნგრეთისა, ზოგი პოლონეთის, ის თუ მიუგდეს უკრაინა დაარქვეს მას და უკვე სხვა დაპირისპირებაში გადაიყვანეს, ამასაც ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ნორმალურად დასრულდეს უკრაინისთვის. არავითარი ხელშეკრულება არ დაიდება, არავითარი მოლაპარაკება არ იქნება, მაგრამ ხაზს უსვამ. გავიმეორებ იმას, რომელსაც სწორად უნდა გაგებათ. ტრამპმა ამ გუშინ იყო, მე მგონი რო განაცხადა, რომ მე ბევრი ვესაუბრეო ამერიკის პრეზიდენტო, მათ შორის ესე იგი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზეო, მაგრამ ის აგრძელებსო ხალხის ესე იგი ხოცვასო და რაკეტებს უშვებსო, ამიტომ მე ის არ მომწონსო. თუ ამ ლექსიკას გამოვიყენებთ, არაპოლიტიკური ლექსიკა არის, ასევე ტრამპი არ მოწონს ბევრს, მაგრამ აქ თავარი ის არის, რაც მე მინდა გითხრათ. რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება თქო, რომ ვამბობ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პუტინს დააპატიმრებს ტრამპი, რაც დააპატიმრებს, ამხელა სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ესე იფიქრო. ანდა ომით შევარდება რუსეთში და დაამარცხებს, ვერაფერს ვერ დაამარცხებს. მაგრამ ზეწოლა განვითარდება, რომ ეკონომიკურადაც ძალიან მაგრად შეზღუდონ,
გარემოცველი, რა კი რუსეთს გეოპოლიტიკური ინტერესი გააჩნია, ირგვლივ შეუქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ არსად ფეხის დასადგამი არ კონდეს, მათ შორის კავკასიაში, ამიტომ ჩვენზე ზეწოლა გაძლიერდება, მარტო დარჩენილი იზოლირებული რუსეთი, რომელსაც თავისი ნავთობის რეალიზაციის პრობლემა ექნება, სხვა რამის პრობლემა ექნება, მართალია დღეს ნავთობზე მთლიანად არ არიან დამოკიდებული, სერიოზული ცვლილებები აქვს განხორციელებული, მაგრამ მაინც ნავთობის სერიოზული, რო ვიტყვიან, წვლილი შემტანია, თუმცა ისეთი რაღაც განსაკუთრებული არ არის, როგორც წლების წინ იყო. თუ იზოლირებული რუსეთი შეძლეს რომ შექმნან, მაშინ გასაგებია იმედი აქვთ, რომ შიგა უკმაყოფილობის ფონზე, რაც ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ მარიონეტების ფონზე დასვან საკუთარი ხელისუფლება რუსეთს ვერ დაიპყრობ. რატომ ვერ დაიპყრობ? რუსეთი რომ დაიპყრო, ტერიტორია შეხედეთ, რამდენი მილიონი ჯარისკაცით უნდა შეხვიდე შიგნით. ესე იგი, მე რომის იმპერიის მეთოდები ვახსენე წინა გადაცემაში და არ გავიმეორებ, ამდენად რუსეთში რეჟიმის შეცვლა რჩება, არ გამოვიდა დამარცხება. უკრაინა იმიტომ გაწირეს, რომ ეგონათ, რომ დამარცხდებოდა რუსეთი და გადაუვლიდნენ უკვე ჯარით. არ გამოვიდა ეს ამბავი, თუმცა მე ეს თავიდანვე დავწერე, რომ უაზრობა იყო, აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენები იყო და გამოვიდა ისე, რომ რჩება ბოლო გზა. ჩამოაცლი ირანს, ჩამოაცლი კუბას, თუ ბრიქსიც გაუთიშე, მაგრამ ბრიქსმა ახლა დასავლეთ აფრიკის ოკეანის მიდამოებში საერთო სამხედრო წვრთნები დაიწყო. თუ ბრიქსი გაუთიშე, დატოვე იზოლირებული, კავკასია გაუთიშე, შუა აზია გაუთიშე, გასაგებია, რომ მას უკვე გეოპოლიტიკური მიზნები ვერ ექნება, რადგან მას გასასვლელი, გასანძრევი არ იქნება. ამდენად 1857 წელს ბრიტანეთის იმპერიისა და რუსეთის იმპერიის დაპირისპირებით დაწყებული big game, ანუ დიდი თამაში, რუსეთის იზოლაციის მიზანი და ასე შემდეგ იქნება რეალიზებული და გასაგებია შემდეგ უკვე კონტროლი, წიაღისეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად სავარაუდოა ეს? ყველაფერი დამოკიდებულია არა ამერიკელებზე, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის შიგნით როგორ განვითარდება ვითარება. მე მაინც ფიქრობ და ამას ხშირად გავიმეორებ ჩვენი საღი ქართველების გასაგონად. რუსეთის მომავალს განსაზღვრავს ის, როგორ მოხდება ხელისუფლების გადაცემა ამ ჯგუფისა, რომელიც ახლა რუსეთში სხვა ჯგუფზე. თუ ეს უმტკივნე შეთანხმებულ რეჟიმში წავიდა და აქ ისეთი ელიტა მოვიდა, ეს ელიტა უნდა წავიდეს თავის პუტინიანად, ყველაფრიანად, აქ ორი აზრი არ არსებობს, ხო ხედავთ, დღესაც კი რანაირი ხმაურები ისმის, რა დონის კორუფციაში იყო ჩაფლული. ამიტომ მე სწორად ვთქვი 2022 წლის 24 თებერვალს, რუსები აქედან ძალიან მაგრად გამოვლენ და ამიტომ ამერიკელებს ძეგლი დაუდგან მოსკოვში და ყველა მივიდეს და თაყვანისცემს, რომ იმ ჭაობიდან ამოაძდიახ, ჭაობიდან ამოიყვანეს რუსეთი ამერიკელებმა ამ ცდარი დაპირისპირებით. ტაკერ კალსონმა ღია ტექსტით განაცხადა, რომ რუსეთი ჭირდება ამერიკას. მოდით ახლა პრაგმატულად გავთვალოთ, ჭირდება თუ არა რუსეთი ამერიკას. რუსეთი ისევე ჭირდება ამერიკას, განსაკუთრებით კი ევროპას, მაგრამ ევროპამ თავისი დაკარგა. ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთის კავშირი, ის იყო ევრაზიის კონტინენტის აღორძინება, უმდიდრესი რესურსები, ყველა კარგად რომ იქნებოდა შეთანხმებულ რეჟიმში,
ამერიკელებმა არ დაუშვეს ეს და სწორად არ დაუშვეს თავისთავისთვის, მაგრამ ისინი ცდილობენ რუსეთის დამორჩილებას მართვის თვალსაზრისით. ხას უსვამ, როცა გამზადებული 1600 ბირთვული ქობინი აქვს, გაბედავ, არ გაბედავ, თუ ხედავ, ვიღუპები, გაბედავ. ანგლოსაქსები რომ იყვნენ რუსები თავისი ხასიათით, ამდენი ხანი სხვა რაღაცებს გააკეთებდნენ, მაგრამ ამის თავი არ აქვს მათ. ამდენად სწორად დავინახოთ, ჩვენზე ზეწოლა გაძლიერდება. მიზანი იქნება კავკასიიდან ამოკვეთა რუსებისა ფეხით. ფეხის ამოკვეთა, ისევე როგორც შუა აზიიდან. კარგია ეს, ცუდია ეს, კიდე გეუბნებით. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ვინმეს შემსრულებლები. ამიტომ ვამბობ, ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც დღეს ამ საშინლად ცვალებად გარემოში საქართველოსთვის არსებობს, ეს არის მეუმხრობლობის პოლიტიკა, ღია დიალოგი ყველა დიდ მხარესთან და არავითარ შემთხვევაში ვინმეს მხარეს ჩაბმა მეორის წინააღმდეგ, რაც დაასრულებს ქართულ სახელმწიფოს. მე მაქვს ერთი დიდი სურვილი, რომ ოდესმე ამ ბოლო 33 წლის განმავლობაში ეს ვერ ვნახე, რომ ხელისუფლება დაჯდეს თავის კაბინეტში, ტელევიზია იქ იყოს, არა პრობლემა და საქმეზე ისაუბროს პრემიერ-მინისტრმა. გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბროს, ქვეყნის ამოცა, ყველაფერი არ ითქმება, მაგრამ მივხვდებით ყველაფერს. რაზე საუბრობენ? კომისია შექმნეს პარლამენტში ფასები რომ მოაგვარონ, ხო? ეხლა არ მინდა თავს ვიკავებ, რომ არ თქვა ძალიან უხეშად, ცუდად. გამრიცხული, სხვა მიზნებზებია. იმ განუკითხაობისა, რაც ქართულ ეკონომიკაში ხდება, კლანური აბსოლუტურად სისტემა, კარტელები, რომლებიც ვერაფრით ვერ იარსებებდნენ, რო არა საქართველოს ხელისუფლება, ამ ჭაობში ჩაფლული თვითონ ხელისუფლება, რომელიც ქმნის ამას, რა დავაბრალო ახლა კომერციულ ბანკს, ახლა მთავრობა თუ სერვის ფუნქციას და ეროვნული ბანკი სერვის ფუნქციას უწევს და სავალუტო ოპერაციებზე მოგების 53%-ზე ადის ბანკი, რომელიც სულაც არ არის ეს ვალუტის ყიდვა გაყიდვა. ბანკის საქმე არის კლასიკური საბანკო საქმიანობა, გაასესხოს ფული, აკუმულირება გაუკეთოს დანაზოგებს და ტრანსფორმაცია მოახდინოს ეკონომიკაში. რამდენი მილიარდი დებს დეპოზიტებზე ქართულ ბანკებში, რატო არ მიდის ეკონომიკაში და რა მოყავთ 6 მილიარდი არაბული ინვესტიცია, რომელიც რაღაცას მოიტანდა, რასაც ააშენებთ, დაითვალეთ ის. თქვენ როგორც ჩანს, კარგად არიცით ქართველების ხასიათი, ხო, არაბები მოვლენ საქართველოში და ჩვენ წავალთ საქართველოსთან. ზუსტად აბა, კარგად იძინეთ, რომ კარგ ფეხზე ადგეთ და გონიერი თავით იფიქროთ, თუ გაგაჩნიათ ამდენი უნარი. ასე რომ, საფრთხე არა მარტო არ მოხსნილა. კიდე გეუბნებით, შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში დაწყების მომენტში ოპერაციისა უფრო ცხადი იყო მდგომარეობა, ვიდრე დღეს არის. დღეს მხოლოდ დამძიმდა მდგომარეობა. თავარი გასაღები ამ სიტუაციისა იქნება, რა მოხდება ირანთან მიმართებაში. თავარი გასაღები. მერე, როცა ეს არ გამოვა, მე მგონი არ გამოვა. მერე უნდა ველოდოთ ჩვენ ამერიკელების ნაბიჯებს უკვე დასავლეთ ნახევარსფეროში. კუბა იქ, გაიანაც ნავთობით წაღებული აქვს. კუბა როგორც სისტემა, როგორც სოციალისტური სისტემა, დიდი რა არის ახლა კუბა რაში უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ამერიკელებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი თავდაცვისათვის, ამიტომ 62 წლის მერე ვერაფერს ვერ უხერხებენ, გადასხდომა გააკეთეს, დამარცხდნენ საშინლად. ამიტომ ჯერ იქნება ირანის მოვლენები გაიხსნება,
ამასობაში გამოიკვეთება კონტურები, როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიაში და ამის შემდეგ გამოჩნდება რა ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი თუ გნებავთ იმ მდგომარეობის მიმართ, რომელიც გრენლანდიასთან შეიქმნა და ხაზს უსვამ. კანადის თემა შემთხვევით არ წამოწიეს. მე არ ვიცი რა მდგომარეობაში მივლენ ამერიკელები, რა განაპირობებს მათი ამ მდგომარეობაში მიყვანას, როცა ისინი არავის არაფრად არ ჩააგდებენ და ერთსაც წაიღებენ და მეორესაც. ომი ამერიკელებთან შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია რუსებთან. მაგრამ რუსეთის ტერიტორიული მდგომარეობა ქმნის იმის საშუალებას, რომ ნატო და ევროკავშირი ბოლო გასროლა გააკეთონ და განადგურდნენ, არავის არ ჭირდება შეერთებულ შტატებს, ევროკავშირი და ნატო არ ჭირდება. ეს ამ მკვდარ ევროპას ჭირდება და ამიტოა რომ დიდი ბოდიში მან რასაც ისინი აკეთებენ, იმას გონიერება არ ქვია, ხო? ამერიკელებთან ომი თუ სუპერ იარაღი არ აქვს, რაც რუსებს აქვს, იქ როგორ უნდა ეომო, ბაზარ გაქვს, ლოგისტიკა გართულებულია უსაშველოდ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ბუნებრივი ზღუდე შეერთებული შტატებისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი თავდაცვითი უპირატესობა იყო, მაგრამ თანამედროვე რაკეტებმა, განსაკუთრებით რუსების მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა, მე მგონი ნახეთ კადრები იმ ორეშნიკის აფეთქების ლვოვის მიდამოებში, რა იქნება ის, როდესაც ის ევროპის იმ ქვეყნებს დაეცემათ თავში, რომლებსაც რუსეთთან ომი სურთ, ხომ? ამიტომ რთული საკითხია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სასწაული იქნება რუსები ნატოსთან და ევროკავშირთან დაპირისპირებას გადაურჩნენ. ეს იქნება, მაგრამ ამერიკელები რა თქმა უნდა ამაში არ მიიღებენ მონაწილეობას, ისინი შეწირავენ საბოლოო დასასრულებლად, იმიტომ რომ ომი დღეების განმავლობაში არ გაგრძელდება, ძალიან სწრაფად დამთავრდება, მაგრამ სვერპლი რა თქმა უნდა რუსულ მხარესაც დიდი ექნება. აი ასეთ სრულიად არასტაბილურ, სრულიად განუსაზღვრელ მდგომარეობაში ვართ და აქ ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება. მოდით კიდევ ერთ დასკვნით მოსაზრებას გაგაცნობთ და ამით დავასრულებ. კლასიკური დემოკრატია, ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევა, თავარი მომენტი, რომელიც ქართველებმა 35 წელია ვერ გაიგეს, იყო კლასიკურ დემოკრატიულ ქვეყნებში ის, რომ როცა ხელისუფლებას ირჩევდნენ, ადამიანი ძირითადი მასა ფიქრობდა ასე, კრიტიკული სიტუაცია რომ შეიქმნეს, როგორ მოიქცევა ეს სახელმწიფო. ამიტომ ხელისუფლებებში ყოველთვის ასაკოვანი უფროსი თაობა იყო. რატო? ხალხი დაკვირვებული იყო ამა თუ იმ თაობას, ეხლა 60 და 70 წლის კაცის ცხოვრება შენ ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, ან პარტიის ლიდერია, ან თვალწინ იყო, ესე იგი ქართველებმა ეს ვერ გაიგეს. ქართველებმა ვერ გაიგეს, რომ ახალგაზრდა ხალხის პოლიტიკაში მოსვლა არის ამ ახალგაზრდების დაღუპვა. იმას ვერ მიხდნენ, რომ ის შემოგდებული სისულელე, რომ ახალი სახეები, რა ახალი სახეები, თქვენ საწოდავებო. ახალი სახეები კი არა, 10 წელი თუ არ დაკვირვებულ ხარ, კაც, საზოგადო საქმეში, სახელმწიფო საქმეში, მიდიხარ და არჩევნებით ხმას ადლევ, ესე იგი უტოვინო ხარ, ჩამოყალიბებული. შვილი არ გიყვარს, ოჯახი არ გიყვარს, კიდე გეუბნები, დაანებე თავი ქვეყანაზე. პასუხისგებლობა არ გაგაჩნია. ასაკოვანი ხალხი იყო და იცით მთავარი მოტივი რა იყო? ამ ადამიანების განვლილი ცხოვრება კარნახობდა ამ ხალხს, რომ რაიმე რომ მოხდეს, ესენი კრიზისულ სიტუაციაში მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ერთ კლასიკურ მაგალითს გეტყვით. სუპერ მაგალითია.
ედვარდ კენედი ალბათ ძალიან ბევრ ჩემი თაობის ადამიანს ახსოვს. ეს არის კენედების მესამე ძმა. ჯონი პრეზიდენტი მოკლეს, რობერტი იუსტიციის მინისტრი, იგიც პრეზიდენტი გახდებოდა, მოკლეს, ედვარდი აუცილებლად გახდებოდა პრეზიდენტი, მაგრამ მოვიდა ასეთი რამ. ერთ-ერთ ხიდზე მანქანა გადაუვარდა, გვერდით დივანი ქალი ეჯდა და ის ქალი მოკოდა, გასაგებია, შოკია კაცისთვის ეს, ხო? 4 საათი ითათბირეს და მერე განაცხადა პოლიციაში. ამით დასრულდა ედვარდ კენედის პოლიტიკური მომავალი. იცით რატო? შენ ყოფით სიტუაციაში 4 საათი მოუნდი გადაწყვეტილების მიღებას, ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას და ქვეყანას რო პრობლემა შეექმნეს. შენ რაც გააკეთებო? ედვარდ კენედი, მართალია მერე სენატორიც იყო ყველაფერი, მაგრამ ის არავინ არ იყო. ის იყო კენედების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით დასრულებული იყო. ასე დათრულდა კენედების კლანის ამბავი შეერთებულ შტატებში. ეხლა მითხარით თქვენ, ამ უმწიფარ უტვინოებს რომ ირჩევთ ამდენი წელწადია. ვისი იმედი გაქვთ? მოდი ამით დავასრულებ. ჩემი შემდეგი ჩართვა იქნება იმის დამიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მე დავაკვირდები, შეიძლება ორშაბათ ჩავერთო, შეიძლება სამშაბათ ჩავერთო, ამის შესახებ დავწერ. ეხლა ისევ გილოცავთ შობა ახალ წელს, ხნეობას გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდით.